პოლიტიკოსები, როგორც წესი, ხანდახან ფრთიანი გამონათქვამებით გამოირჩევიან. რამდენიმე გამონათქვამს წაგიკითხავთ და უნდა გითხრათ, ტყუილია თუ მართალი. ანუ თქვა მართლა თუ ჩვენ მოვიგონეთ. აი. ჩემი საყვარელი პოლიტიკოსი დავიღო. შეგერაცვალე მიდი. ოღონდ საყვარელი ბჭყალებში ვიღაცა ამის გამო არ გამლამწყობს. იოსებ სტალინი. ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედია, მილიონისაკი მხოლოდ სტატისტიკა. ნუ გამიგია რომ სტალინის ნათქვამია, უბრალოდ ხარ გადამიმოწმებია წყაროებში, მაგრამ სტალინის ნათქვამი როა გამიგია. ხო, ნუ ჩვენს ანალოგიურად ეგრე გვაქვს გაგებული. მაგრამ ეგ ისეთი იყო, იტყოდა. რუზველტი სტატისტიკას სკეპტიკურად უყურებ, რადგან მისი მიხედვით 1 მილიონერსა და ერთ ღატაკს ერთად აღებულს ცალ-ცალკე 9 მილიონი აქვთ. არ გამიგია. ყალბს გავს, მაგრამ შეიძლება და ეთქვა ჩერჩილს, არ ვიცი. რუზველტი და ნამდვილი. თქვა კი. არ გამიგია. ლუკაშენკო, დროა მივიღოთ ზომები და ვეტო დავადოთ ტაბუს. ვეტო დავადოთ რას? ტაბუს. არ უთქვამს. თქვა. ჰელმუტ კოლი. ბიუჯეტი მინუსია, მაგრამ მორალურად პლუსში ვართ. თქმელი იყო. არა, ეს მოვიგონეთ. ელცილი. ნუ თუ რუსული შოკოლადი იმპორტულზე ცუდია და ლუდი არაღზე აღარაფერს ვამბობ. იტყოდა. კი. იტყოდა ისეთი ელცილი და არაღი. ისეთი კაცი იყო, იტყოდა. ტრამპი პატივცემული პოლიტიკა იგივეა რაც ქორწინება. იყოდა მინიმუმ ორჯერ იყო პრეზიდენტიც და დახორწინებული ერთჯერ იქნებოდა. მინიმუმ ამ მსგავსებას გააკეთებდა. კაი, ბევრი სიგიჟე აქვს თქვენ, მაგრამ ეს ჩვენ მოვიგონეთ. თუმცა არ არის გამორიცხული კონდეს სადღაც ნათქვამი. ჯორჯ ბუში უმცროსი, როცა ახალგაზრდა და უპასუხისმგებლო ვიყავი, ახალგაზრდა და უპასუხისმგებლო ვიყავი. კი, მეგონა ნათქვამი აქვს, სადაც წამიკითხავს. კი. სარა პეილინი. ღმერთს თუ არ უნდა და ცხოველები გვეჭამა, რატომ შექმნა ისინი ხორცისგანო? ისე რას ვერჩვით ამ სარა პეილინს, მაგრამ გაგვახსენდა. ავი იქნება ნათქვამი, ისე რას ერჩოდით ყვილა. ხო, ეგეც ვარდადია. ლოგიკა. ვიტალი კლიჩკო, გემოს სუნს ვხედავ. არ ვიცი. გემოს არ ვიცი. თქვა და რომ გასაგებადაც რთულია და რომ ნახე, რამდენი ლანძღვა იყო ამ სიტყვებისთვის, ვერ წარმოვიდგენ რა. და ბოლოსაც გეტყვით, ემანუელ მაკრონი რეფორმა წარმატებულია მაშინ, როცა ხალხი ვერ ხვდება რა შეიცვალა. ეს იტყოდა ისეთი არის, რაღაცნაირი ნათქვამია, რომ არ გამოვრიცხავი თქვა. მაგრამ ეგეც ჩვენ მოვიგონეთ. ის მიშო რა კაი პოლიტიკოსი იქნებოდა ახლა, რაც კი მოგონილი იყო იმდენად რეალური ტექსტები ჰქონდა, რომ პოლიტიკოსებს იმდენად ისეთი იყო, რომ თქმელები იყვნენ ხო, თქმელები იყვნენ, კი. ხშირად ურეკავენ თხოვნებით. ყველაზე უცნაური თხოვნა რა გახსენდებათ, რაზეც ამორჩეველს ან მოუწერია, ან უთქვამს, ან უთხოვია. ყველაზე უცნაური თხოვნა არ ვიცი, მაგრამ ჩვენ საყოველთაოდ ცნობილია, რომ დაგვირეკა გავრაზებულმა მოქალაქემ, რომელიც ბანკებით იყო შეწუხებული და როცა უკითხეთ, რომ ახალ არჩევნები ერთვის მომხდარი იყო და ბანკების პროცენტებით და ვის მიეცით ხმაურობ და ლელოსო